გამარჯობათ ხალხო. გაუმარჯოს. როგორ ახართ, როგორ გიკითხოთ, ასე შემოატრიალი ცოტა. ისე ცუდად ანათებს აქედან. მოატრიალი კიდე. რაღაც მოვატრიალო მე აღარ ამჭანვარ მე. როგორ არ ჩაყა, მოიწია აქეთ. სამიდი ხარ იქით. კინკრი ხოში. როგორ ხართ, ჩემოთვილებო და ტკბილებო, როგორ გიკითხოთ. რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი. ჩვენსკენ ძველებურად გუშინ ვერ მოვედით. გუშინ ვერ მოვედით ხალხო. ეს ერთი კვირა ხალხნო სამსახურში მოვდივართ სუნთლად სველები. წავართ აქედან არ არის გაწვიმებული. იქიდან წამოვით? იქიდან ქეში მოვდივართ თავიდან ბოლომდე გაწურულები. მე ეს ტანსაცმელიც აღარ შრება. მილიონი რაც რამე ტანსაცმელი იყო, მგონია სულ გამოვიყენეთ. გუშინ მე მაღაზიაში წავედი კიდე. ამოვარდა ქარი, დაუშვა. წვიმა მოვიდა მეორედ დასველებული. გუშინაც დავსველდით, გუშინ წინაც დავსველდით, იმის წინაც დავსველდით, იმის წინაც დავსველდით. სულ წვიმა იყო, მოკლედ, ნუ არ ვიცი რა, ჩაგვალპო რა. თავიდან რო წვიმები დაიწყო, წვიმა დაიწყო, მაღაზიაში წავედი, დაუშვა და იმას ავქენი დავსველდი. ამოვიდა სუნთლად სველი, სუნთლად გალუმპული, ამოვედი. წყალი გადიოდა. ქარიც იყო, ქოლგას ვერ წაიღებ რა თქმა უნდა. ქოლგა წამოვიღო თუ ჩემი თავი. ხო, გუშინ წავედით. გუშინაც წვიმა იყო. წვიმა იყო ქეში. მე მოვიდა გიორგი სამსახურიდან მოვედით საღამოსკენ. წავედით იქ. წავედი მაღაზიაში. მოვედი. იქიდანაც სველი მოვიდა. სობელი მოვედი იქიდანაც. იქიდანაც სველი მოვიდა. წყალი გასდიოდა. წყოლით გადიოდა წყალი. ეს მე ჩამგორი გულში ხო იქ მაღაზიაში. არა, ის რა ქვია, ჯენ პრიმეც ვარ სკელი. ციოდა და. ხო, უფრო უარესად დამძინდა, ჯერ ისე მძიმეა და უარესად დამძინდა რა არის ხდება. აქ კიდე. და ქობული გა კიდე? ხო. კიდე გაქვს ამოსაწმენდი ეტყვა. ალბათ ამოსაწმენდი, ამოწმენდა უნდა ალბათ. ხო და ეს არის რა ქვია, ხალხნო რაღაცა მინდოდა თქმა. ხშენი რაღაცას გეუბნებოდით. ხო, დავსველდი. ხო, დავსველდი. და ასე. ჩვენ გოგორა უკვე გავცილდებითაც გოვარ, გადავრჩით გაციებას. თუ არავინ გადაგვადო ჩვენნაირად, ან ვირუსიანიდან, აი სპეციალურად არ ავცილდებით ჩვენ. თუ არავინ მოვიდა თქვათ ვირუსიანი და რაღაცა შაშან უფრო გვხვდებოდა ისა ვირუსები არა. წელს რაღაცა შაშან ამ დროსაც მქონდა მე ვირუსი. შაშან შუა ზაფხულში არ მქონდა ის. შუა ზაფხულში მე შეიძლება მეც მქონდა. ის რა იყო? ენტერო ვირუსი. მეც ხო გადამკრა რაღაცა. და ჩემსკენაც წამოვიდა. ისე როგორ შეიძლება რომ ჩემსკენ არ წამოვიდა. კი, იყავი შენ ცუდად, მაგრამ მე ნამდვილად მე რა ძალიან ცუდად ვიყავი. ცოტა კი არ ძალიან ცუდად ვიყავი მეც და შეიც. მე ნამდვილად მიმასწიფდი და უკვე აღარ ვდგებოდი ფეხს. მე რო ხალხო რა თქმა უნდა, ხალხო რა უნდა გითხრათ, მე რო საქმეს არ გავაკეთებ მართლა. აი რო დამეზარება, მართლა რო დამეზარება რა. და აი მართლა რო ცუდად თუ არა ვარ, აი სერიოზულად ცუდად თუ არა ვარ, საქმეს ვერ დამატოვებ მე, ვერ დავჯდები ასე. ხო და რა გამახსენდა დაჯდომაზე გამახსენდა. დაჯდომა კი არა. აი სამსახური რო დავიწყეთ, პირველი ვიდეო რო ჩავწერე, სამსახურში მივდივარ თქო. ვართ თქო. მან რატომ უშავთო სამსახური ყრიაო ვიღაცამ დაგვიწერა. სამსახურები რანაირად ყრია ადამიან რომ მითხარი. რომელი სამსახური დაინახე რომ ყრია პირდაპირ ესე გვეხვეწები არ მოდიო. სად ყრია სამსახურები? საქართველოში მე მგონი სამსახური თითქმის აღარავის აღარა აქვს. ყველა გარბის საქართველოს. სად ყრია სამსახურები კაცო?
შენ იმაში ზიგ მართლა გამოქვაბულში ხარ თუ რა გჭირს ადამიანო, ცოტა გამოდი გამოქვაბულიდან ხო შეიძლება გამოხვიდე. სამყარია საქართველოში სამსახურები მითხარი. სამსახურები რო ეყაროს, იმაში კი არ გაიქცეოდა ხალხი ევროპაში. სამსახურები ყრია არა ტოროლა კიდე და კვახი. სად არის სამსახური? სამყარია სამსახურები, იქაც თუ სამსახურში თუ წესიერ სამსახურში სადმე მიგიღეს. ხო, იქაც ის უნდა ყავდეს ვიღაცა, რომ წესიერი ვიღაცა ყავდეს და თუ აი რომც არ ყავდეს, თუ გეყოლ მიგიღებენ სამსახურში, ვალდებულეს ხდიან, რომ უნდა იცოდე უცხო ენა, კომპიუტერიო, ისა რა ქვია, უნდა გქონდეს უმაღლესი დამთავრებულიო, უმაღლესი თუ დამთავრებული მექნებოდა რა ჯანდაბა მინდა კონსულტანტად მაღაზიაში. TikTok-ში იძახოდა ერთი გოგო, უმაღლესი უნდა გქონდეს დამთავრებულიო. უმაღლესი თუ დავამთავრე რა მინდა კონსულტანტად. ნეტასად მივიდა რა მაღაზია იყო ამნაირი. არა, კაცო, ბავშვებიც კი მუშაობენ რა, სკოლაში. ხო, მუშაობენ, მაგრამ ესად მივიდა მე რა მე რა ვიცი. ვიცი. ესად მივიდა მე რა ვიცი. ისაო რა ქვია, კონსულტანტა უნდა ის უნდა გქონდეს დამთავრებულიო. არ უნდა და არ ვიღეს. უმაღლესი რადგინა მაღაზიაში, უმაღლესი თუ დავამთავრე, ჩემი სპეციალობით ვიმუშავებ. არ ვმუშაობ ჩემი სპეციალობით ეხლა, მაგრამ მაინც თუ უმაღლესი დავამთავრე რაღა მინდა მაღაზიაში. არ იმას აქნეს, არ მიიღეს უბრალოდ, რაღაცა კომპანია იყო ალბათ და ხო რა. ალბათ არ მიიღეს და ვსიო რა. და ჯერ ეგეთი შრომა ნებისმიერი შრომა დასაფასებელია. სადაც გინდა იმუშავე. უფალმა ისიც მოგცა სამსახური და რისიც ის მოგცა შესაძლებლობა იმას აკეთებ ადამიანი. ხო, ევროპაში ვარო და ევროპაში თუ სამსახურები თუ ყრია რაზე ხარ ევროპაში და მოხუცრადებული. ხო, საქართველოში ჩამოდი საქართველოში და იმუშავე თუ ყრია, ხო? დედა, სამსახურები ყრია საქართველოში. ხო და თუ ევროპაშია შენი ჭირიმეა ის სიტყვაზე ავიღოთ. რაზე წავიდა იმ ევროპაში საქართველოში ყოფილიყო. საქართველოში ემუშავა. ეხლა ჩამოვიდეს თუ არის სამსახურები, ხო? ხო გაკეთდა სამსახურები, ხო არის? ბაჭი თუ არის. მე რატო არ ჩამოდის და რატო არ ჩამოდიხარ და საქართველოში რატო არ მუშაობ? მითხარი? დედა, სასწაული ხალხი ცხოვრობს, გამაგიჯა ამ ხალხმა. ევროპაში ვარო და მოხუცულიო და სამსახურები ყრია საქართველოში. დედა რა ხალხნა? დედა რა. თუ სამსახურში ნუ მოძრაობ. ნუ ხომუშავს იქ. ხო, რატო არის ნუ არის ევროპაში? საქართველოში. თუ რაზე წავიდა? ჩამოვიდეს თუ საქართველოში უკეთესი პირობებია უკეთესი პირობები თუ არის, ხო? რა საინტერესო ხალხია რა. აი მე პირდაპირ გასაოცარი ხალხი ცხოვრობს. არა, მე ახლა დავანებოთ ამ ჰეითერებს თავი. ჰეითერი არ იყო, უბრალოდ რაღაცა უნდა ის არა ქვია. წაუჰეითერულა, მაგრამ გამოუვიდა. პირაგრიქით სასაცილოდ. მე რა ვიცი. მე რა ვიცი, მე ასე მგონია რომ საქართველოში. რა ვიცი, საქართველოში არ ამგონია რომ სამსახურები ეყაროს. მე რა ვიცი, საქართველოში სამსახურის სამსახურები ყრია საქართველოშიო და საქართველოში ოჯახებიდან ის არის რა ქვია, 3-4, თითქმის 3-4 არის წასული ზარღვარეთ. და არ ვიცი. ეკონომიკაც ყვავისო. დედა რაღა ქნა. ნეტა შეპიშაკა. ნეტა აყვავდეს და იყოს სამსახურები შეპიშაკარი მართლა. მაგრამ რო არ არის რა გავაკეთოთ. რაც აგვაქვს იმაში ვმუშაობთ. ხო, ეხლა დავანებოთ ამას თავი. გასაოცარი ხალხი ბევრი ყავს. ხალხნო. ხო და რაღაცა წამომივიდა უცბად. რა ვიცი, არ ვიცი. საშინელი დრო არის და საშინელი. დღეს არის ევიტოს დაბადების. ევას დაბადების დღეა, ხო? ევიტო, ჩემო ლამაზო გოგო, ნინიკო გილოცა შვილის დაბადების დღეს. უსურვე წინსვლას, ბედნიერებას, ჭამთელობას ჯანმრთელობას. და ლაღ-ლაღ ბავშვობას.
გაიხაროს, გამრავდეს თავის დედმამიშვილთან ერთად, მშობლებთან ერთად და ვინც კარგად მოიხსენიებს იმასთანაც ერთად. გაიხარეთ, გამრავლდით და გაბედნიერდით, რა ვიცი, ყველაფერი საყვარელი გოგოა, გვიყვარ ხართ და გვეიმედებით, იმიტომ რომ გვსიამოვნებს თქვენი ყურება, ევიტოს ყურება, თქვენი შვილების ყურება და ისევე თქვენი. გაიხარეთ, გამრავლდით და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს მისთვის და ასევე თქვენთვისაც. მიდი ახლა შენ გიო და დააწერე ჩვენი ლაპარაკი და ევიტოს გილოცავდებით დღეს, ხო და სია. ევიტოს ვულოცავ დაბადების დღეს. უსურვებთ ჯანმრთელობას. პირველ რიგში რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია. ლაღ ბავშვობას, ბედნიერებას, წინსვლას და უფლისწყალობას, რაც კიდევ უფრო მთავარია. კი, რა თქმა უნდა. გაიხაროს და გაბედნიერდეს თავის ოჯახთან ერთად და მშობლებთან და ძმებთან ერთად. კი ბატონო. ეხლა ხალხო არ ვიცი რა რაღაც თავი მეფხანება რა ტილებ და მესია ხალხო ტილებ და მესია გონი მოძარ დაიჯეროს ვინმე აიქა უი ვერა სისულელია გიგი რა არ უნდა თქვა ეგეთი რაღაცები შეიძლება დაიჯეროს ზოგი იჯერებს ხუმრო გიორგი მართლა ხო არ ვამბობ რა ტილები მართლაც არ ამბობ ვიცი მაგრამ ტილებია რომელიც საუკუნეა ხარ ტილები თავში ყავდეს ადამიანს მე ვიცი რო სიმართლეს ამბობ და ჩვენ მამაყურებლებმაც იცის მაგრამ ზოგმა რო არ იცის ხუმრობაც მართალი როგორია ეგ არის არი გაგა აღარ თქვა მეორედ ყური მეფხანება შენ ტილი ხორ შეგივიდა ყურში გამოსაწმენდია აუ კიდე არ გაწვინდეს თორე გადავირევი არა სხვათა შორის იცი რა არის ხალხო ეგეთ ამიტში უფრო კარგად გგრძნობ თავს და უფრო ენერგიულად გგრძნობ თავს ვიდრე ზეში კი და მე საერთოდ აი ხალხო აი ცრურწმენაო ახლა ცრურწმენაზე წამოვა ლაპარაკი აი ცრურწმენებია და ესე არ არსებობს მარცხენა ხელის გული მომეფხანოს აი მარცხენა ხელის გული არ არსებობს საიდანმე რო ფული არ მოვიდეს აი საიდანმე აი რაც გინდა იყოს რა აი არ არსებობს რომ საიდანმე ფული არ შემოგვივიდეს აი ისეთი დაკვირვებული ვარ და იძახეთ სრულწმენა ყური რომ მომექავება უნდა გაწვინდეს კი აი იძახეთ სრულწმენა არის ესო არ არსებობს სრულწმენა რანაირად არის ხელის გული მომეფხანოს ეს მარჯვენა ფეხის გული მე რომ მომეფხანება უეჭველი სადღაც მივდივარ უეჭველი მივდივარ კი და უბრალოდ თუ ის არის რა ქვია მართლა აი სერიოზულად ვიძახი რა რომ არ არსებობს რომ აი ხელის გული მარცხენა ოღონდ მარჯვენაზე არაფერი არ რეაქცია მარცხენა ხელის გული მარცხენა ხელის გული ეხლაც ისე მწარეთ მიფხანება მარცხენა ხელის გული ყოველ საღამოზე ისე მწარეთ მომიფხანება რომ რა ვიცი მაგრამ საიდანღაც ფული მოვა ხელფას ველოდები ხო გინდა ხელფას ელოდები გინდა რაც გინდა იყოს აი შეიძლება არც ველოდებოდე და საიდანღაც უცბად მოვიდეს მე რა ვიცი მოვიდეს საიდანღაც კი არა მაგრამ აი არ არსებობს რომ აი რაღაცა ფული არ შემოვიდეს სახში ხო რა ხელის გული მომიფხანება ფული არ მოვიდეს ხო და საერთოდ ისია ხო აი ეგ ოღონდ იმ ცრურწმენები იმის ეგ ხო ეგ მჯერა მაგრამ იმის არ მჯერა რა ქვია კატარო გადაგირბენსო ისაო რა ქვია სამჯერ უნდა გადააფურთხო აკლე მივთფურთხებას უარ დავიწყებ ქუჩაში მომეცეს ბაიში რა ან ის უნდა შემოიტრიალო რა ქვია კუდიო სამჯერო ან კიდე სამი ცალი კენჭი უნდა გადააგდო შენ ვერ დადიოდე ახლა დაიმტრე რაკატის ბრალია შენ ვერ იყურებოდე თვალებში ადამიანი განა ის კი არა გიორგი განა მაგაზინების ზოგს ააკეთეთ მაგრამ ადამიანზე ზოგს ააკეთეთ ფეხი მაგალითად აი ფეხი არის მამაჩემი მუშაობდა და ერთ-ერთი ქალი ცხოვრობდა ეხლა კი აღარ არის ქალი აი ჩვენ ბოლოში ცხოვრობდა იქ სადაც ცხოვრობდა არ ვიცი ზუსტად იმ ქალს რო დაინახავდა ხო აი რო დაინახავდა იტყოდა ხოლმე აუ რისთვის მივდივარ ვერაფერსაც ვეღარ გავაკეთებო ბაზრობაზეო რა ბაზრობაზე დადიოდა მამაჩემი ვერაფერსაც ვერ გავყიდიო ვაფშე მართლაც ეგრე იყო სულ ცარიელა მოვიდოდა არც არაფერი კაპიკი გაკეთებული არ იქნებოდა ისე მოვიდოდა
ეთყობა ფეხზეა. ხო. და რა უნდა გითხრათ ხალხო, ფეხზე კი არა, ეხლა დედაჩემის მამა, ბაბუაჩემი. რაჭაში ბაბუას ვიძახით, ზოგ პაპას ეძახის ზოგი. ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა. ერთხელ მივდივართ იმაში, რა ქვია. ბაბუაჩემი და ბიძაჩემი იყვნენ, ეხლა დაღუპილია ბაბუაჩემიც რა თქმა უნდა და ბიძაჩემიც 44 წლის გარდაიცვალა. და ის არის, რა ქვია. მოვიდნენ და აქ იყვნენ ჩამოსულები და წაგვიყვანეს რაჭაში. ბაბუაჩემა და იმა და ბიძაჩემი ეუნებოდა რომ მამაჩემო წინ არ დადგეო, დედაჩემის მისა რა ქვია, ძმა. რა თქმა უნდა, მამაჩემო წინ არ დადგეო, პირველი არ გახვიდე გარეთო, ეზოში. ან კორპუსში, მომსადმე ეზოშიო და არ გახვიდეო, თორემ ვეღარ წავართო ვეღარსადო, სუაგვერევა გზა და ყვალიო. მართლაც ხალხო. კი წავედით, მაგრამ გაფუჭდა ავტობუსი. მე ავტობუსი გაფუჭდა შუა ტრასაზე, შუა გზაში. მივდივართ რაჭაში, წარმოგიდგენიათ შორი გზა გაფუჭდა. მე გამოიარა ქუთაისის ავტობუსი. იქ ქუთაისის ავტობუსიც იმას ქნა რა ქვია. გადავჯექით ქუთაისის ავტობუსი, ისიც გაფუჭდა. წარმოგიდგენია, ისიც გაფუჭდა. მე რა ქენი. რა ქენი და მე ბოლო რაღაცამ გამოიარა და გავყევით იმას. გავყევით, მე სად მივედით. რაღაცა ის ქონდა, კერძო იმაში მივედით სასტუმროსავით და ვაიმე, რანაირ სასტუმრო იყო ხარ. ის თუ სასტუმრო იყო გეფიცე. ვირთხებზეთ გადადიოდნენ საწოლებზე. უიდეთ. იქ არ დაგვიძინია წვეთი. რანაირად დაიძინეთ მე? ვერ დავიძინეთ, გეორგი, სად დავიძინეთ? გარეთ ვიყავით თელეღამი. სად დავიძინე, იქ შევიდოდით. ვაიმე. მობრუნდი. რა ჭირს? არაფერი არ ჭირს ისე რომ კოტილი გქონია და მეთქვი და აი ახანა ხო რაღაცა გქონია და მე მეგონა რა არის. ის არის. და ისა რას წახვალ, რას მოხვალ ხალხო. ვერთ რას დაიძინებ იქ? აი ეს ეზოში ვისხედით და ვიყავით თელეღამი. მერე მეორე დღე გათენდა ხო, ღამე ვსად ვერ წავიდოდი. ო, რა თქმა უნდა, რას წახვიდოდი ღამე. ხო და ის არის ხო, გათენდა და ბაბუაჩემს ეუნება. ის ჭიშკარი იქონდა, ეზო იყო და ჭიშკარი იყო და ბაბუაჩემს ეუნება, ბიძაჩემი. არ გახვიდე გარეთო. პირველი არ გადააბიჯო ფეხიო, კიდე რაღაცა დაგვემართებაო. მე პირველი ბიძაჩემი გადავიდა და მშვიდობით მივედით სახლში. და ყოველ იმაზე რა ქვია. ეგრე იყო რა, რაჭაში რომ ბაბუაჩემი გამოვიდოდა პირველი რომ მოვდიოდით იქიდან, რაჭიდან. არ არსებობდა იქიდან წამოსულიყავით, ესე იგი ვერ მოვდიოდით. ფეხი ქონდა არასწორი. და ბებიაჩემი რომ წინ დედაჩემის დედა, ხო უკრაინელი ქალი იყო ნამდვილად და ვაიმე წირო დაგხვედროდა ხალხო. ციმბირში კი არა, ციმბირის იქით გადახვიდოდი, ყველაფერი რომ კარგად დაგისრულდებოდა, აბსოლუტურად ყველაფერი. ბაბუაჩემზე არ იყო ეგრე. და განაცუდი უნდა და ბაბუაჩემ ჩვენთვის რას ამბობ, ჩვენ რო იქ მივდიოდით თანგველოდო და ბაბუაჩემი აღარ იცოდა რა გეეკეთებია, რანაირად ეცა ჩვენთვის პატივი როგორ ვაინთან პოვარი კაცი იყო, იმაი გემრიელსაც ვიჩინით აკეთებდა საჭმელს ხალხო. ვიჩინას ესე აი ჭრელი რო არის ესე ქონი ხორცი ისა ქონი ჭრე ხო და ესე ფენაფენა წმინდა დაჭრიდა ესე თხლად იმას დააბრაწავდა ბაბუაჩემი ესე დააბრაწავდა ვაი მე ხალხს ნერწვი მომდის იმნაირი კარგია დააბრაწავდა წითლად კარგად დააბრაწავდა და მე ხალხს ჩაყრიდა უშუშავდა ამ ხალხს ამ ხორცთან ერთად დაბრაწულ ხორცთან თავის დაუწყინი ხო გაუვიდოდა ხორცთან ერთად მე ტომატთან ერთად იმას რა ქვია ამოუკიდებდა ფქვილს იმას რა ქვია მოშუშავდა ფქვილს თვითონ ამ ხალხთან ერთად მოშუშავდა ფქვილსაც მე შეასხავდა ტომატიან იმას რა ქვია წყალს და ეს სისქეს ხო წამოიღებდა ეს ბლანტი ხო გაბლანტდებოდა ხო თავისთავად ფქვილი ხო წვანილი და იმით შეანელებდა ვაიმე რა გემრიელი საჭმელი აი თითებ დაიკონეტდი ხალხო ისეთ გემრიელი იყო
კატლეტებს გვიცხოვდა, გვიკეთებდა ბაბუა ჩემი, დაიწყებდა კატლეტებს გაკეთებას. აღარ იცოდა რა გეეკეთებია ჩვენთვის და ბებია ჩემი მაცხოვა იცოდა. ირმებიო და ჩიტუნებიო და პეჩენიებს აკეთებდა, რომ ბავშვებს ხალისით შეეგვეჭამა, ის პეჩენია გიორგი რაღაცებს გააკეთებ. ისე რა, შვილი მკვდარი დედა იყო, ორი შვილი ყავდა მკვდარი და მაინც რო ენერგია ქონდა ხალხნო. სხვათა შორის მაგარი. ხო, წადიდე წყალი წამოიღერა შენ გახარ. თან ტელეფონს დახედე წინ არის ტელეფონი და სად არის? იქ არის მაგიდაზე და და ის არის. აი ენერგია ქონდა, ნუ არ ვიცი, ორი შვილი მკვდარი ყავდა ხალხნო, აბა შვილების სიკვდილი როგორი სიმწარია, მაგას ვერ იტყვის, რომ შვილის სიკვდილი ნებისმიერ სიმწარზეზე კი არა, რა ვიცი, ყველაფერზე მწარია, მაგრამ აი ანუ არ ვიცი, მაინც ქონდა, რომ აი შვილიშვილებისთვის მაინც უნდოდა, რომ პატივი ეცა და აი რატომღაც რა ვიცი, ძალიან კარგი ბებია და ბაბუა მყავდნენ. მამა ჩემის დედაც ასევე, მამაც კიდე. რავი, არ ვიცი რა. და ჩემის მეტი წილი ეხლა ის სიტყვაზე ავიღოთ, კი, მეტი წილი აქ ვიყავი, მაგრამ მთელი ზაფხული იქ ვატარებდი მე რაჭაში, მთელი ზაფხული ახლა. პირადად ჩვენ სახლი არ აქვს რაჭაში. მამა ჩემიც ხებელი არის და დედა ჩემიც იქიდან არიან, ერთ სოფლიდან არიან. მაგრამ როგორც რომ იქ სახლი გვაქვს არა, აქ გადმოსახლდნენ ბებია ჩემი და ბაბუა ჩემი და აქ იყვნენ რა ძირითადად. მამა ჩემი იქ არის რაჭაში დაბადებული, მაგრამ მე-5 მე-6 კლასში მე მგონია გადმოვიდა აქა. ის არ და აი აქ არა გვაქვს, იქ არა გვაქვს რაჭაში, მაგრამ დედა ჩემის ის არის, რა ქვია, ძმა ცხოვრობს, ის ახლა დაიღუპა, აი ჩემი ქმარზე წინ დაიღუპა ისა. ერთი წელი ჩემი ვიძა ჩემი დაიღუპა და მე ჰა? რა არის დადი? ხო და ის არის. არა გვაქვს იქ სახლი რაჭაში ჩვენ. დედა ჩემს ძმისშვილები არიან. ჩემი ბიძაშვილები რა თქმა უნდა იმის რძალი დედა ჩემის და იქ მივდივართ ხოლმე რა თუ წავედით. უწერაში კიდე დედა ჩემი ძმისშვილია გათხოვილი, დეიდა ჩემი ცხოვრობს იქა. ონში კიდე მეორე ბიცოლას ისინი არიან, რა ქვია, შვილები და ბიცოლა ცხოვრობს და რა ვიცი. მთელი რაჭა მგონი ჩვენა ვართ. ესე რომ მოვიყუდე რა ითქვა. დიდი ამბავი. ტელევიზიაში იყუდებენ ეგრე და აგრეა უბედურ. რა უბედურება სიტყვებს მივეჩვიე ხალხო ამ ბოლო დროს რა. ხო და ეგრეა რა. დედა ჩემის დედა ისა იქ სახლი არა გვაქვს, მამა ჩემს არა აქ იქ სახლი. კაპიტეს და წამოვიდნენ აქეთ. სად? აქა. რაჭაში არა გვაქვს სახლი. ეგ ხო ეგ ვიცი. და ხო იცი ჩვენი ნასახლარი როგორია? ეგ ვიცი კი. ხო და მამა ჩემსა ცხოვრობდა ვიცი ის. ახლა ხო სხვები არიან. რა თქმა უნდა ხო. და ეგრეა ჩვენი საქმე. და ბებია ჩემს აი იმას ყვებოდი ხალხო, რა ენერგია ქონდა, მე არ ვიცი რა. ენერგია ქონდა ულევი რა. ეგ ყანაში ჩადგებოდა აი იმაში რა ქვია, კარტოფილის სათუხნად. არ დაიღლებოდა გეფიცები ისეთ და ორშვილი მკვდარი ყავდა, წარმოგიდგენია, უშვილს მოესწრო სიკვდილს. და რა საყარ ეკეთებდა ბლინებიო, ის ალადიკებიო. ვაიმე რა საჭმელებსო. და კიდე რა იცოდა ხალხნო, მოხარშავდა მაკარონს. ტაფას გაახურებდა, გააცხელებდა მოხარშულ იმას რა ქვია, მაკარონს გადაწურავდა. ოღონ იმას წყალს არ გადაავლებდა. ჩაყრიდა ამაში შხინებულზე ერბოში აკეთებდნენ მაშინ ერბოები ქვეყანა ქონდა ბებია ჩემს მთებში. ვიყავდა საქონელი და იმდენი ერბო ქონდა ეს მაშინ უფრო ერბოს იყენებდა. ედრებით ედგა ესე და ჩაყრიდა ამ დიდი ტაფა ქონდა ერთი სულ დიდი, აი ჩვენცა გოგონის ტაფა ისეთი. დიდი ტაფა იმას გავს ისე დაბრაწავდა ამ მოხარშულ მაკარონს. ისე დაბრაწავდა გიორგის, თუ კაცად ყოცი გაუდიოდა, აი
ისეთ სასიამოვნო საჭმელი იყო. სულ წითლად აღვიოდა, აი წითლად. ვაიმე ისეთი კარგი იყო. ხა ჩემი ნასვამ უნდა დალიო? მე რა. მე რა ვიცი, არავინ დაგვიწერა. ო დედა წერ უნდა იყონ, აი დარდი. ხო და ის არის რა ქვია. რა ქვია. ეგრე არის რა. ისე შეწონდა და დაატკაცუნებდა იმ მაკარონს რო გესიამოვნებოდა. ნებისმიერ რაღაცას ხაჭაპურის დაგვიცხობდა. ქვავს მე განაცოტას კი არ გამოაცხობდა პეჩენიებს. აი 4-ედრიანი დიდი ქვავები რო არის, დიდი მარილოვანი, ხო იცი ხო? ამ ბოლოსაც ჰქონდათ მე მგონია ჩვენი. წვანე. ის უსავსე იყო. წვანე იყო მგონი. ხო, წვანე იყო, ხო. სუსავსე. მე ორ დღეში აღარ ჰქონდა ქვეყანა ბავშვები მივიდიოდი შვილიშვილები და ჩემის დიშვილიშვილები, ჩემ დეიდაშვილები, რა ვიცი მე ქვეყანა ვიყავი და მე ეზოში ცხო გამოგქონდა ახლა ბავშვებთან რომ თამაშობდით და იმას რომ აი მე რა გემრიელი იყო იმის გემოდღესაც არ დამოვიწყდა ესეთი კარგები იყო რა გემრიე ვაიმე მე წამიყვანდა ტყეში ხალხო წაგვიყვანდა ამ ბავშვებს მეტი წილი მე უფრო ისინი არ უგონებდნენ და ტოვებდათ და ის არის რა ქვია მე წაგვიყვანა მარწუს მოვკრებავდით მე და ბებია ჩემი მოვიტანდით დავშაქრავდით ამ მარწუს მოკლედ მარწვი დღეს აი ამ ბოლოს რამდენი წელი შევჭამ 1-10 წელი შევჭამ მარწვიდან ჩემს გიორგის არ უყარდა გიორგის მარწვი და დავადგები ხოლმე ხალხო თას დავადგები და ჭამ ფარმაციაში ჩავყრი ხო კონტეინერში გავრეცხავ გავაკათქათე გაუცივდება და მიდი მივირთმევ შაქარი არც არაფერი ისე მშვენივრად მივირთმევ შაქარს არ უკეთებს არ უყარ შაქრი აუ მარწუს გემოვნა კონდი შაქარს მარწუს გემოვნა კონდი მართლა ო წვენსაც რომ მოხსვამ ბოლოში რო რჩევ წვენი მარწუს წვენის სუნი გემოვნა კონდეს იმის კი არა აგვია შაქარს ისე შევჭამ თუ მინდა უფრო ჯანსაღია მარწყვი ისე რა უხროვანი და შაქარი არა შაქრიც არ ჭამ მე ის არის რა ქვია 1 წელი ის ქონდა გაყინული ჟოლო ხო და გამოვიღებდი ხოლმე მაცივრიდან დავადგებოდი ამ შუა ზამთარში ხალხო დავადგებოდი ამ იმას რა ქვია ყინულიას შევჭამდი გემარიად ხოლმე აუ რა კარგი იყო ნავიყიდო ჟოლო მინდა მიყვარს ხო მარწყვით ჟოლოც და ის არის რა ქვია ბლენდერი ვიყიდოთ და სმუზები გავაკეთოთ ხოლმე მარწყვისგან იმისგან რა ქვია ჟოლოსგან მე ისა ათასნაირი რაღაცა რა ვიცი მე რაღაცა გავაკეთე მე იმ მარწყვს ხა წმინდები იყო და იქ ტყის მარწყვს ერთად მჟავი ნამეტნავად მჟავე ისინი წვრილებია თან წვნიგებია ნამეტნავად ხო მაგრამ არომატი აქვს ნუ არ ვიცი რა აი ტყეში სხვათა შორის ჟოლო სხვანაირი მოდის სხვანაირი გემო აქვს უკეთესი ხო სუნიც აი ნამდვილი ჟოლოს და მარწვის სუნი აქვს ო აკაღარა გაქიშე დედი იდი გიქავი ბაკა მაგრამ ცოტა წმინდათა გაქოდნა ვაიმე ხალხო მოგამ ამაში გიქავება ამაში აღარა აი რჩება აი გამოვიდა ამინდი დაიწყო უკვე აი მას ბჟუ არაფერი არ იყო ხომოსული არა იმას აღარ ვიკეთებ რა ქვია რეზინისას ცხელა ხოლმე რომლის რეზინის რო ყავის უფრო სწორად რეზინისია რეზინის კაცო რემნეზე ვარ კოსტა 29-ზე ვარ ჯერ შემოვედი კამერაში შემოყავი წვილი შევიდა მე რაღაცა ის თვალების უმეკავება ის ურიტყია რა თუ სამი კონი მეც მაძლევს რაღაცა სალერგია ისე ის შენც უნდა გქონდეს რა ჩემსაც არა აქვს შენი რა არის გლომი რაღაცო აბა ის არა ქვია ქალწულის ჩემს ზოდიაკო მეორეზეც აქვს ეს თანავარსკვლავედია ეგრასი თანავარსკვლავედი ჩემი ზოდიაკოსი იმას შევდივარ რა ქვია მარსში თუ რომელიღაცა პლანეტა არის ჩემი
და ეს პლანეტები ზუსტად ვერ გვეიცალიან. ზოდიაქოებში ვერ ყვევი საერთოდ, მაგრამ რასაც იტყვიან ხოლმე. აი მე ჩემ ზოდიაქოზე მაგალითად. ისაო რა ქვია. მეგობრულებიო, ისაო რა ქვია, ვერ მოატყუებო. იმას აშვება რა ქვია, ამართლებს, სხვათა შორის. კი ბატონო, ამართლებს პირდაპირ. ერთ-ერთში ამართლებს. დიდად ზოდიაქოებში ვერ ყვევი და იმ რაღაცა იმას შევიდა იმ ეტლიო ამიდან გამოვიდაო მაგებში ვერ ყვევი საერთოდ. ზიანს რო გითხრა. ეგეთი ჩახედულიც არა ვარ ზოდიაქოებში. ჩაძრომილი. არც ვკითხულობ ხოლმე ხანდახან. ვარსკვლავებს და იმებს არ ვკითხულობ. არა და წესით უნდა იმას აღვქნას რა ქვია. წავიკითხოთ, იმიტომ რომ მართლდება. ხანდახან ისეთ იმაზე ხარ ადამიანი. აი გუნებაზეც და აი ენერგიაც აღარ აქვს. აი მე ცხვირპირში გავიწყი. აი ხანდახან ისეთი ენერგია აღარ აქვს, რა ვიცი და ხანდახან იმ ენერგიის მოზღოვება მომივა, ხომ ერთმანეთს და შეიძლება გადავანგრიო ქაობა და თავიდან აწყო. ხო, და ხანდახან ვაიმე. აი ძალით როდერის მიაწვევი და წაიყვანა ეგრეა რა, აი დანგრეული მანქანას რომ ძალით აბღულებ აი ეგრეა. დანგრეული მანქანა კი არა. ხალხო რა გამახსენდა, იმ დღეს TikTok-ში შემხვდა, ვიღაც ბიჭი ლაპარაკობს ტელეფონზე. ტელეფონზე ხო და ისე დენათ იყო ჩართული იმ ტელეფონზე. და აგურებს ალაგებს ერთმანეთზე, ალაგებს, სახლი აღაშე რა. მაიმუნობს რა. და ალაგა ერთმანეთზე ის არა ქვია. აგურები და სახლი ააშენა. კიდე ის არის რა ქვია. ერთი ვიდეო კიდე ფეხს ესეშვება და 40 მოიღებს. მაიმუნობე რაღაცა. და პოლიტიკალით გავიდე. ხო. ავედი ეს ფუნიკულიოზე დამოუკარ. რაზე? დაიჩი ვიდეო მაი. ხო. ой ნეტა დღესაც გაგვინდება? ხალხო? ხომ არ იცით? ამით ისა ვერაფერი ვერ გავიგე. აბა ვინახათ ეგრე, რომელი ამინდი უფრო მოგწონთ? წვიმიანი ამინდი თუ ის არა ქვია? მზიანი. მე წვიმიანი ამინდი მიყვარს. სხვათა შორის წვიმაში სიარული მიყვარს, რომ ასველებს, რომ ვსველდები, მაგრამ ცივდები ხოლმე მე. ერთხელ შეშავზიდე იმაში რა ქვია, წვიმაში. შეშავს იმას არ შვებოდი, ვზიდავდი. ჩამომქონდა. ხო და? იმას ავქენი რა ქვია. დაუშვა, გაწვიმდა. არ გავჩერდი წვიმაში, ვზიდე, სიცხე მომცა. იმ დღეს სიცხე მომცა. დავამთავრე, შევედი სახლში, სიცხე, ეგრევე. წამში. ძიმა მოგონებებს ასველებს. ეს რაწვიმა, ეს უბრალო ნესტია. ეს ხო იცით? ხო და ასე. ძიმა მოგონებებს ასველებს. და
ახლა მზე არის. აი თეთრი ფარდა რო უშნო დანათებს და ვერ ვხედავ ვერაფერს. მანდ იმიტომ ვერ ვიყურები, მაგ თქვენ ხარეს ხალხო. ფანჯარასთან იმხელა რაღაცა დაფრინებს ხალხო რო რა ვიცი. ხო მართლა რა გამახსენდა თმას რითი იმას აშვებიო რა ქვია უვლიო რას აკეთებო ეგეთი ბზინვარე რო გაქო და არაფერს არ ვაკეთებ საერთოდ ხალხო არაფერს არ ვაკეთებ თმაზე დიდად არაფერს ვიყენებ შამპუნი საპონი და წყალი მეტი არაფერი ხო და ახლა უბრალოდ იმის გამოყენება დავიწყე რა ქვია თმის კარაქის და სხვათა შორის გააჯანს რაღაც ჩემი თმები. იმიტომ რომ ერთი პერიოდი აი ბოლოებში ისინი მქონდა რა ქვია, ეს გაყოფილი მქონდა ბოლოები და იმას ავქენი რა ქვია. შევიჭერი და მე ჩაოლებრივი წამოვიდა. უბრალოდ მოვიჭერე ბოლოები და ეგ არ ვიცი და რას მიჩევო და ეგ არ ვიცი მე ნამდვილად ვერაფერს ვერ გიჩევ იმიტომ რომ მე არაფერი არ გამომიყენებია მე ბუნებრივად ამაქვს ესეთი თმა ურო დავიბან უფრო ის არის რა ქვია დაბანილი უფრო პრიალებს ხო და ის არის არ ვიცი ვერაფერს ვერ გიჩევ მე მაგალითად ხო ის გამახსენდა თმებზე რას იყენებო ესეთ პრიალა რო გაქო თმები? ხო თმები ბზინვარე რო არისო და არაფერს არ ვიყენებ დიდად და მიჩიე რამეო რა უნდა გამოვიყენო არ ვიცი მე ვერაფერს ვერ გიჩევ რო გიჩიო რაღაცა და თმა საერთოდ გაგაძროს ეგეც არ არის არ მინდა იმას იმ გოგომ რო გამოვიგზავნა უფრო ის არის ჯანსაღი გაქ იმან ხო იმას იმ შამპუნს რო ვიყენებ და იმას რა ქვია თმის კარაქს არა ისედაც ისა თავიდანავე ისა ქონდა ისედაც დიდად არაფერს არ ვიყენებდი მე მაგალითად ხო ეხლა უფრო იმაშვები თორე დიდად არ არის ეს არაფერს მოყვარული უცბად შევა დაიბანს და შევა დავიბან თმებს და იმას აშვები რა ქვია ოღონდ თმებს არ ვივარცხნი ხოლმე საერთოდ ამბობ ახლა ადრეს ხო რა მინდოდა თმების დავარცხნა მოკლედ მას ვატარებდი ეხლა გრძელთ მას რო ვატარებ თმები რო დაიბან არ უნდა დაივარცხნო თორე ის არის რა ქვია სკალპის ფორები თუ რაღაცას ეძახიან ზუსტად არ ვიცი ბოლქვებიო იმას ეძახიან წყვეტავს ძირები თმის ძირები ხო წყვეტავს და შეიძლება თმის ჩვენა გამოიწვიოს ის რო არის ხო მძიმეა თმა უფრო დაბანილი რო გაქვს სველი რო გაქვს მძიმეა თმა არც მე თავიდანავე არ ვიცოდი თმების არ ვივარცხნილი თავიდანავე დიდად ნამდვილად არაფერს ვიყენებ არც მე სხვათა შორის არა სხვათა შორის მე ცხენიანი თმები მაქვს ხალხო
ორი დღე რო არ დავიბანო, ხო? всё, უკვე აშკარად მე მჩნევა თმები რომ ისა მაგ ასე გონია 3 წელი არ დაუბანია თმები თავიო რა. არ ვიცი, შენ როგორი თმა გაქვს, როგორი ტიპის თმა გაქვს და იმის მიხედვით იმას აქენი რა ქვია. ექიმები ხო არის მაგ თმების ექიმები. ხო არია. თმების დერმატოლოგიურ თუ რაღაცა ქვია მაგ სპეციალისტ თმის. და ის გიჩევს. ჯობია რომ კომპეტენტურთან იმას აქნა ქვია. კონდეს კონსულტაცია. მე არ ვარ მაგ საქმეში ხალხო ისა კომპეტენტური. რაშიც ვარ კი ბატონო, მაგრამ რაშიც არ ვარ, იმას ვერ გეტყვით ნამდვილად. გუშინია თავი არ გადაგაძროთ ხალხო. რაღაცა შეიძლება გიჭიოთ, არ გინდოდეთ და თავი გადაგძრეთ და დამბრალდეს მე. არიკა, შარია. არა, შარი კი არ ახლა მაიმუნოს გიოდი. უბრალოდ ხუმრობ, მაგრამ ის არის აგვია, შეიძლება რაღაცა ურჩიო არ უნდოდეს თმაზე და თმის არ იყოს და საერთოდ გადავადროთ. და თმები მცივაო და არ ვიცი. არა, ჩვენ არაფერს არ ვიყენებ მე. ეხლა ხუმრობ, მაგრამ ვერაფერსაც ვერ გიჩვენ. ვინც კომპეტენტურია, იმას უთხარი. დიდად არც მე არ ვიცი რომ ის აი ერთი შამპონის ამოიჩემე მე და ერთი შამპონი აქვს. არა, მე შემიძლია ყველანაირად დავიბანო, რა ვიცი. არა და წესით არ შეიძლება. არ შეიძლება, ხო? წესით და რიგით არ შეიძლება. არ შეიძლება. ერთი ხაზის შამპუნი უნდა გამოიყენო. ხო, კი მართალია, მაგრამ ახლა ერთი ხაზისაც ხან შამპუნსაც რო გამოიყენებ. შამპუნიც, ბალზამიც თუ იყენებ ბალზამს. ის რა ქვია, თმის რაღაცა, რა ვიცი, დამატენიანებელი, სკრაბიო, კრემიო, ისაო რა ქვია, ნიღაბიო და რაღაცეები. ბევრია. მსგავსი რაღაც. აფთიაკებში ბევრი იყიდება. და სხვათა შორის ჩვენმა გოგომ რო გამოგვიგზავნა, ისინი ვაფშე მაგარია. სხვათა შორის კაი შამპუნია. ოღონდ არ ვიცი აქ ჩვენთან ეგ ბრენდი თუ იყიდება. თუ რაც ქვია. თუ იყიდება, თუ არის მაგ კომპანიის შამპუნები აქ. თუ არის არ ვიცი. მაგრამ ის დადებული მაქვს რა ქვია, მოკლე ვიდეოებში, თვის კარაქი. და შამპუნიც იგივე იმისია რა ქვია. ფილმის. იგივე მარკა აქვს იმასაც და ტანის გიასაც. თავიდან სანამ გავიგებდი მაგ ყველაფერს, ვიცი რა ვქენი ხალხო. თურმე დაბანილ თმაზე უნდოდა და მე კიდე ამოვიღე ეს ჩვენი კარაქი. დაუბანდეთ მასე, გადავიგნისე. ვაიმე. თმები იყო, რასაც ქვია გადაგნესილი. მე მეგონა ამას ვეღარ შევიზელ, ვეღარც გავიცლი. მე მეგონა თმა გაყევდება. კოცით გაყევდება. მიგის ჭიანჭველა მოიგდეს, დაიცა თმაში. დავიცადე ხო, რა თმაში რა უნდა ჭიანჭველას. აი აგერ იყო ეთყო დაბობღავ, დაიცა. გამოიღე მე. ვერ გამოვიღე, გამოვიღე. ხო და აი ჭიანჭველა იყო. ოშ, ოდილი შენსა. ჯადავი და შემოვდა ჭიანჭველი. всё აღარა. გადავიგნისე მე მგონი ცოცხლი, მე მეგონა ცოცხლით გამიხდებათ მე ვითქო. რა ითმები აქ ხალხო. და კი რა შვები დედა? როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა? მოდი შენ რომ დამოგწიწკნა თმა კარგია? მომწიწკნე მე რა. იმის ხო ღერი აქ ხალხო თმის რო და უღონდაც თმაზე რო ხელს მაყებენ ვერ ვიტან. ყველაზე მეტად ტვინში მიტყავს. აი რო ზოგმა რო იცის ხოლმე დაწובה და ვიღაცა თმებს იმას აშვება ასე რო შვება. ვაიმე როგორ მეჯავრება, ტვინში მიტყავს პირდაპირ. მე არა მე პირიქით მე. მე ტვინში მიტყავს პირდაპირ. მიყვარს ხალხო. არ ვიცი რატომ აქ ეგეთი ჯოა. არა და სასიამოვნო ნოარიო იძახიან ასე რო გიშვებ. ვაიმე, ოღონდაც თმებზე არ დავინჯამკიდოს, ხელი თორე არ მაქვს შეიძლება დავანგრიო თავზე ყველაფერი. გაჩერდი ახლა. განებე.
ძლის დალაგებული მაქვს მაგამები ძლის აღარა მაქვს ასე აინშტაინივით ანტენები ძლის აღარ ვიჭერე გამარჯვების არხს იქნება იჭერდა რას გაიგე ვაიმე ხალხო ვაიმე რა ვიცი მე ზოგს გონია ჩემი თმა შეღებილია ის არის რა ქვია არ არის შეღებილი ნამდვილად შეღებილიო ხო ვაიმე დედა რა სასწაულია არა შეღებილი ეგ არაფერი მაგრამ ჩემი თმა ბუნებრივად არის ამ ფერი ესეთი ფერი მე შეღებო არ მინდა არ ესაჭიროება ეგეთი ფერი ჩემს თმას არ ესაჭიროება შეღებო ეგეთი ფერი ესეთი თმებია ესეთი ფერი მაქვს და რა ქნა რა გავაკეთო იცი რანაირ შეღებ გიორგი რო დაიბანდა მე რო აი ალაგ-ალაგ ცოტა ყვითელი მიდის მე აი რაღაცნაირ ყვითელი კი არა ოქროსფერში გადადის ხო რაღაცა რაღაცანა მსგავსი ფერია თმები გაქრავი არა არც შეღებილი მაქვს არც იმას არ ვიყენებ დიდად არაფერს შამპუნი და შამპუნი და დაიწყალი ჩამო იმას აქენი რა ქვია ჩამოიბარე გაიხեղე კარგად ჩამოიბარეთ მე გამოდიდი აბაზარიდან თავარიატილები არ დაგესიოს მილიონ რაღაცას რო წაისმევენ ხოლმე არიკა არა თავარიატილები არ დაგესიოს თავარიატილები არ დაგესიოს ხო თორე მით უმეტეს ასეთ თმაში გრძელ თმაში უი დედაია რა გააცლის ალბათ გადახოტრაც კი აღარ გიშველის ხოდა ასე ხალხო რა ვიცი ზოგს შეღებელიც გონია თმები გვინდა ეგეთი საღებავიო რომ ერთხელ ერთმა დამიწერა რა საღებავით იღებაო და არაფერს არ ვიღება გვინდა მინდა ეგეთი თმები რომ გქონდესო და არ ვიღება ხალხო ქალმოდაგიჯერა ხო არ ვიღება თმებს არ ვიღებავ საერთოდ რო ვიღებავდე გეტყოდით მაგრამ არ ვიღებავ რა უნდა შეიძლება კაცურად კინთებში და ჩემთვის შეიძლება არ ესაჭიროება და მეც ამქონდეს გიორგის ნაირფეით თმები ხო საერთოდ რატო უნდა შეიღებოდა კიმი არ უნდა დაიდო როცა ესეთი თვა გაქვს ბრო ეგ არაფერი ვინც იღებავს ეგ არაფერი პრობლემა არ აქვს მაგრამ მე არ ვიღებავ იმიტომ რომ ჩემ თემას რა თუნდა ეს შეღება რა თუნდა ისედაც ბუნებრივად არის ამ ფერი შვენიერი ფერია ძალიან ბუნებრივობა უკეთესია კიმი არ ვარ დავიდო იმაზე რა ქვია კეფაზე ეხლა თმები მაღებინე კიდე და მაღაზე მატარე სალონში აპაკი ზუსტად ვიღაცას გავათხიპნინებ თავს ოდა ასე ბუნებრივად იბანს როგორც ყველა და ვიბან იმას ავშვები რა ქვია არ დავდივარ იმას გახევებული თვით ადრე სხვათა შორის ქერტლის მყოლია მაგრამ რა მგიშველა მე რა ვიცი რა მიშველა არ ვიცი ეგ არ ვიცი ადრე ქერტლის მყოლია სხვათა შორის იცი რა არის პატარაობაში მქონდა გრძელი თმა სკოლაში რო დავდიოდი მაგრამ ხოვული არისო ხო არა ქონდა ხო არისო ხოვული რო დავიბან ხოლმე ხალხო თმებს და მეორე დღეს გამშრადია უკვე და ყველაფერი აი ესე დგას აი ესე ჩემი თმები ასე ლომის პაპარივით დავარცხნაც აღარ უნდა რა უკვე ის არის რა ქვია რო არც შეიკრა და არც იმას აგნა აიწიო უკვე გზად ახარ რო წაღვიდე არც დიდად ფენსაც არ ვიყენებ სხვათა შორის იმიტომ რომ ფენს არ ვემხრობი წავს თმეს არ იშრობს იმით არ ვიშრობ თვითონ ბუნებრივად შრება და ზოგმა რო იცის კიდე იცი რა შეიძლება ესე რო ვიცით ხოლმე ვიცით ხოლმე თმების ისა რა ქვია გაშრობა აი ეგრე არ უნდა გაიშრო ესე არ უნდა იხახუნო ისა რა ქვია პირსახოცი
არა, ესე უნდა იმასაკენ, ნელა უნდა გააკეთო. და ჯობია რომ თავისითაც გაშრეს. ვიდრე ის ფენი მიიშვა და თმები დაიძვა. ზოგი იმას იყენებ დაისონიო, შმაისონიო, რასი დაისონი, რისი დაისონი, საერთოდ ჩემთმას არც დაისონი ესაჭიროება და არც ფილიპსი. ბუნებრივად დგება შვედიურად. სალონში და ყოველს აგავს. და შეგიძლია უკვე მზადხარ. გადაიცვი ტანსაცმელი ამოიცვი ჭარვალი რა თქმა უნდა ამოიცვა, აბა ისე ხო უნდა წავხვიდე. თუ საფხულია შორტი ამოიცვი, გადაიცვი მაისური, ჩაიცვი ფეხსაცმელი წადი. მიბზანდი. ოღონდ სათვალე არ უნდა დაგავიწყდეს. სუნამოც არ უნდა დაგვავიწყდეს. სუნამო ერთადერთი პროდუქტია, რომელიც საერთოდ არ უნდა დაგვენანოს. არ უნდა დაგვენანოს, იმიტომ რომ სუნამო ცოტა ბევრი არასოდეს არ არის. მიისხი დაიბარი იბანავე სუნამოში. ხო დაიწყებს ხო გავაბოლოში. შაპაშუპით იწყებს. ისე თიმუს რა კარგი ის თიმუს სუნამოს რო დავისხავ, ისეთი კარგი სუნი აქვს ხალხო, ისეთი კარგი სუნი აქვს რომ რა ვიცი. ჩემი გოგოს გამოგზავნილი სუნამოსაც კარგი სუნი აქვს. ეგ კელვინ კლეინია გეტყვით. რომელი? იქიდან გამოგზავნილი. ჩვენმა გოგომ რო გამოგზავნა. ეგ კელვინ კლეინია. შანელი ნომერი 5-იც მაქვს. შანელი რო. რომელი? აქ რო ვიყიდეთ იმათთან. რა ქვია? ციგნებთან. შანელიც მაქვს. დავეცით. მე არ იყენებ შენ მაგასთან. არ ვიყენებ შანელს. სუნამოე. და ის უნდა ვიყიდო მე რა ქვია. იხლის სპრეი მინდა. ისა? ზაფხულში. გაზიანი. ესეთი სპრეი როა. შესასხმელი? შესასხურებელი ხო? ისა, ბურთულიანი არა ხო? ბურთულიანს ზაფხულში ვერ ვიყენებ. ვერა? არა. ზაფხულში ბურთულიანის გამოყენება არ შემიძლია. არა? არა. ვიყიდოთ მე ახლა. ის მინდა ვიყიდო. იხლის სპრეი. დეზოდორანტი როა. დეოდორანტიც მაქვს, მაგრამ მას ზაფხულში ვერ ვიყენებ ხოლმე. და იცი რა არის? მთლიან მაისურზე არ ვისხავ ხოლმე თუ სუნამოს არასოდეს. ამებში ვისხავ ხოლმე, აი ამ ადგილებში. აქ ისხება. და აქაც უნდა დაისხავო. აქ რო ისხავ იმან ხო არ მოგწალი. შეიძლება იმან ხო არ აქვს რა, აი მაშინ ვისხავ ხოლმე იმაში კიზეში. შეიძლება მაგანა მოგწალიგია და ხო. მადნუ ისხავ. აი ამებში შეიძლება. ამებში შევისხა ჯობია ისევ. ამებშიც უნდა დაისხავ, მაგრამ ამებში არ ვისხავ. არა, გიორგი, აქან არ შეისხა. შეიძლება ალერგია მაგანუცა, მაგანდაწვა. ხო. შეიძლება გამორიცხული არ არის. შეიძლება და იმიტომაც მეკავება ხოლმე ყოველ წუთას ესენი. ხო, არ და იმ დონემდე მეკავება ხოლმე რომ იმასავშვები რა ქვია. ვიკოდა სისხლამდე მივდივარ. ხო და აუ რა უაზრო ჩვევა მაქვს ხალხო. ეგ ჩვევა როდის უნდა გადამივიდეს არ ვიცი. და კიდე ეს მოკავება ხო რომ ეკავება ძალიან ვიკავებ. ესენი რა უბედურება, ესე ვაკეთებ ხოლმე, აი? რომ ზივარ ვაკეთებ ასე. ასე ჩხილები, მე და კანი სულ ამძურალი. კანი ამძურალი მაქვს. აჰა, უყურე ამას. უყურე. აჰა, უყურე. მადანა სულ ამძურალი ეგ კანი. ესენი თუ ამძურალი მაქვს. აი მე ესეც ვიცი ხოლმე ასე. ამას ავიძრობ მე ასე. მე ასე. ნუ ნეფსი იკეთებ თვითონ შენ ჯგუით. ვიკეთებ რანაირად ვიკეთებ რა, გვერდებს. მთლიანად უღურო გაიკეთო კი, მაგრამ. აბა მაგ გვერდები. აჰა. და რა გაგდედა და. აი ამას აქ საერთოდ დაცლი მაქვს უყურე. ეს დღეს დავიყევი და ეს ავიცალე. მაკრატლით ქენი მაინც. აი რაღაცა ფილმიც რო ჩავთო და ფილმსაც რო უყურებ, ასე ვაკეთებ, აი.
ვზივარ იმ ფილმს უყურებ და ასე. ფილმებს არ უნდა უყურო ხალხო. მაგრამ რა გავაკეთო? რომელზე ვართ კი? ამაზეც რა წლინი ვაყურე. რა არის სალონში მაინც მივიდე და ისი გავიკეთო მაინც რა არის ესა? უშნოდ მაინც აღარ იქნება. ახლა სალონი გამაკლია ხალხო. არა მე რა ის არის რა ქვია. როზრუნა საკუთარ იმაზე რა ქვია, სილამაზეზე რა არის თქო. დიდი ამბავი. სტილზე. უკეთესია. სისუფთავეზე. ხო, რა თქმა უნდა. როზრუნა შენს ხელებზე. ემას კი მაინც ჯობია. ემას, ასე. ასე რო არ ვაგეთო. იგი რამდენზე ვარ დედა? 56-ზე ცოტა ხანი და წავიდეთ. მოდა? რა ვიცი მე. იმას ქას დიდზე. რომელია ნეტა საათი? სამსახურში მოგწევს ნეტა. მე მგონი აღარ არწუნდა. ეგრეა ჩვენი საქმე. ძნელია ყველაფერი რა. დღეს რომ მაგარი ის არის. ახლა დავიწყებთ რა მაგარი სიცხე. ხან წვიმა არ გვინდა, ხან სიცხე არ გვინდა. მე პირიქით. წვიმა უფრო მიჩვენია სიცხეს. ოღონდ წვიმა იყოს, მაგრამ კარი ნუ იქნება. კარი არ მიყვარს როცა წვიმს. ხო, კოლგას ვერ გაშლევ. კოლგასაც ვერ გაშლი და ისეც მიყვარს მე წვიმაში სიარული შეხათა შორის კოლგის გარეშე. უბრალოდ სიარული როგორ? აი ცოტა ხანი შეირნობა რა, ცოტა ხანი. მაგრამ ილუმპების ამაგიეროთ. ხოდას წავედით ხალხო ახლა წავიდეთ თორე გადამივა ის წაძე. ხანდახან რამდენი გვაგანებხურმე რა უბედურებაა და ხანდახან კიდე გამომერთება ეს უხელი ტვინ და ვერაფერს ვერ ვიქონებ. რა არის უხორობა? აბა ჰედაბაჰო, კარგად იყავით. მაგრად იყავით. გაიხარეთ, გამრავლით, გაბედნიერდით. ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის. აბა ჰე და აბა ჰო, მოდი ჩემთან ლამაზო. აბა ჰე, კარგად. კარგად, მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. ბაი. თუ გიყვართ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები და არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიწერეთ. ზარისღილა კი გააქტიურეთ, რა თქმა უნდა, გადახაზული არ გქონდეთ და მოგივიდეთ. ვიდეოები და რო არ გამოგრჩეთ და პირდაპირ უყუროთ, დაძებნა არ დაგჭირდეთ. დედამე თუ რა ხელ მონოლოგი იყო. დალაიქეთ ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარები, გამოიწერეთ არხი. აბა ჰე და აბა ჰო. ბაი! უი! ამოიგდო ძვალი. ამოვიგდე. ხემ კლავი ამოვიგდე ხალხო. ბაი!